აქ თქვენ ის ადამიანები იყავით, რომლებიც მომსწრე გახდით, როცა ნაწილი ქართული პარტიისა მოვიდა აქ პირდაპირ მიკროფონთან, ჩვენ ყველანი შევხვდით ტაშით და ჩვენს გვერდში დგომა გადაწყვიტა. შევხვდით მათ კარგად, შევხვდით. მერე ჩვენ საბჭო მათთან ერთად მოითათბირა, შემოვედით და გავაკეთეთ განცხადება, რომ ჩვენ შორის მოხდება კოორდინალური მოქმედება. ეს იყო და ეს. ძალიან გვიგვირდა, რომ გუშინ არავინ არ მოვიდა. და დღეს განცხადება. მაგრამ დააკვირდით, თუ ვინმე ნახა კადრები, განცხადება გააკეთა ორმა პიროვნებამ. სუბარმა და კიცმარიშვილმა. გაჩეჩილაძე იქ არ ჩანდა, არც გულწაძე და კიდევ მოკლედ მეორებთან არ ჩანდა. ეს იმას ნიშნავს, ჯერჯერობით მე ასე მგონია. ეს არის სხვა თამაში აბსოლუტურად. არ ვეხები მე, იმედი მაქვს, რომ გაჩეჩილაძე აქ მოვა. ნახოთ, როგორ გავითარდება მოვლენები. მე მინდა უთხრა. თავიდანვე მე პირადად არ ვამბობ საბჭოს სახელით, მე საბჭოსთან არ მიტეთ. მქონია მოთათბირება. ოქრუაშვილი სულ მეგონა სახელმწიფო ფიგურა. კიცმარიშვილი. ისო ოქრუაშვილი თითქმის ყოველ დღე აკეთებდა მუქარის განცხადებას. ჯერ გვიტევდა სულ. თითქოს ჩვენ არაფერი არა ვარ, ძალები არა გვაქვს, არაფერი და მე ორ დღეში კავშირი მოინდომა. ოქრუაშვილი სულ აკეთებდა მაგარ განცხადებას, რომ თავში აკლავ ჩამოვა, რისი ჩამომსვლებია. მოგალათებულა პარიზში გევრიელა წაღებული ფულებით პიტი ცხოვრობს ადა. და იქიდან მოძღვრავს ყველას. მე თქვა გეტყვით რაშია ეს საქმე. ჩვენთან როგორმე უნდა დაკავშირება სახალხო კრების ოქრუაშვილთან, რომ შეტევა რუსულ ხაზზე გაგრძელებული იყო. აი ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ პირადად განუცხადეთ. აი შეხვედრის დროსაც რომ ოქრუაშვილთან მიმართებაში თუ არ იქნა 100%-იანი გარანტია, რომ ის სუფთა თამაშობს, ჩვენ ვემიჯნებით კონკრეტულად ოქრუაშვილს. ეს განცხადება მიღებული აქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. აი ეს არ გამოუვიდათ და ეხლა მოინდომეს ჩვენზე დარტყმა. ეს ჩვენზე დარტყმა კი არა, თქვენზე დარტყმა, მთლიანად საქართველოზე დარტყმა. თუ რა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩეს და მგონია რომ ეს არის როგორ გითხრათ, ამაზე დიდი უსინდისობა არ შეიძლება. გამოდიან და ჩვენ გვაბრალები, რაც გვაბრალები. გარდა იმისა, რომ შევხვდით კარგად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ გამოჩნდა და ასეთი ბრალდება.